მე ვარ დაჩი მახაჯაძე 15 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ West Georgia-ში. იქამდე 2 წელი ვთამაშობდი დინამო ბათუმში. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მარცხენა შემტევი ვიყავი, მაგრამ შემდეგ გუნდს დაჭირდა და გავხდი მარჯვენა მცველი. ისე ჩემთვის ყველაზე კომფორტულია მარცხენა თავდამსხმელად თამაში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ჟინი. ძალიან აგრესიული ვარ მოედანზე, რაც მინდა რომ გავაკეთო, ჩემი გამაქვს. ანუ რასაც დავისახავ ტვინში რომ ამას ბურთი უნდა წავართვა, ბოლომდე მივაწვევი და ბურთს წავართვი. დაუბრუნებ ისევ ჩემ გუნდს. გამოსასწორებელი მაქვს ტექნიკა. West Georgia-ის ჩემი მწველია ბექა ჭკუასელი. ის არის ძალიან მხიარული ადამიანი, ყოველთვის მეხმარება რომ თავი კომფორტულად ვიქნო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ბრუნო ფერნანდესი და საყვარელი გუნდია Manchester United. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 2 ნომრით. 10 წლის როდესაც გავხდი, მაშინ სერიოზულად გადავწყვიტე რომ გამختارიყავი ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაში დავიწყებ West Georgia-ის უმაღლეს გუნდში, შემდეგ მინდა რომ ვითამაშო დინამო თბილისში. დინამო თბილისიდან უკვე მინდა რომ ევროპულ გუნდებში ვითამაშო. როგორიც თუნდაც ლაციო, იუვენტუსი, ნებისმიერი ტოპ 5 ლიგიდან გუნდში. საბოლოოდ მინდა რომ კარიერა დავასრულო Manchester United-ში და მქონდეს საუკეთესო სეზონი. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები Manchester United-ის ლეგენდა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 35 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ შევქმნით ჩემს საფეხბურთო კლუბს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი გემის კაპიტანი. ახლა მინდა რომ ვიყო 25 წლის, რადგან უკვე ვიქნები Manchester United-ში და მექნება ჩემი კარიერა. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები და მათთან ერთად კარგ დროს ვატარებ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გუგა გუჯავიძე. ყველაზე ჭკვიანია გიორგი რევია. ყველაზე მშვიდი არის ნიკოლოზ საგინაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია სანდრო დევაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და ზარმაცი. ჩემი საყვარელი საგანია ისტორია. საყვარელი მასწავლებელი არის ქეთევან დიასამიძე, რადგან ის არის მეგობრული და თავს ყოველთვის კომფორტულად მაგზრომინებს კლასში. რაც მთავარია, მას უყვარს თავისი საქმე და უყვარს მოსწავლეები. სახლში ვცხოვრობ მე, მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა და. ჩემი და არის 20 წლის და ქვია ელენე. ის არის ძალიან ჭკვიანი, ლამაზი და ამჟამად პოლონეთში სწავლობს. ზუსტად ისეთი დამყავს, როგორიც მინდოდა რომ მყოლოდა. მამა არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, ის ჩემსავე სიმპათიურია და ძალიან მშრომელი ადამიანი. დედა არის ძალიან ლამაზი, თბილი, საყვარელი. ის ჩემს ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს. ძალიან გამიმართლა რომ ასეთი კარგი მშობლების შვილი ვარ. დედაჩემი კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლისი, სრუნველი და ძალიან კარგ საჭმელებს აკეთებს. ძალიან მიყვარს დედაჩემის გაკეთებული შავი ლობიო. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწვავს კარტოფილს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ სანდროს და ელენეს. წინასწარ დარწმუნებული ვარ რომ ვიქნები კარგი მეუღლე და კარგი მამა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს კარიერას ისეც გავიხდიდი როგორც ახლა მინდა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ინგლისში. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალია Prison Break. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს ცხოვრებაზე. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ ლუკა ბოლქვაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, სად იმოგზაურებდი და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანიაში. ჩემი ოცნების საჩუქარია BMW X5. დიდი ალბათობით 22 წლის ასაკში ვიყიდი ამ მანქანას. ბედნიერება არის კარგი საფეხბურთო კარიერა და ოჯახთან ერთად დიდი დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.